20 დეკემბრის ჩათვლით საქველმოქმედო ფონდი ლირა მე-12-ად გამართავს ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს და ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ ერისო ბოლქვაძეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრს. ქალბატონო ერისო, მოგესალმებით, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით. ქალბატონო ერისო, დავიწყოთ ამ ძალიან საინტერესო ფესტივალზე საუბარი. მე-12-ად იმართება ეს ფესტივალი, რით იქნება განსაკუთრებული წლევანდელი წელი და შემდეგ უკვე უშუალოდ ფესტივალის საპროგრამო ნაწილსაც შევეხოთ. დიახ, ფესტივალი რომელიც 2013 წელს დაიწყო, ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა ფესტივალმა, სხვადასხვა თემატური მიმართულებები განავითარა და დღეს უკვე ფესტივალი მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად არის ერთი რომ იუნესკოს პატრონაჟი მოიპოვა ამ წლების განმავლობაში უწყვეტად და ეს მნიშვნელოვანია, ანუ სპეციალური სტატუსით გამოირჩევა, ასევე უკვე პრეზიდენტის პატრონაჟი და რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ერთგვარ აღიარებასაც ნიშნავს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის აღსანიშნავი ფაქტი. ფესტივალი თავისი ასე ვთქვათ მიმართულებებით არის განსხვავებული და შემიძლია ვთქვა, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მან უკვე თავისი ადგილი მოიპოვა და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, კულტურული პლატფორმა და ნამდვილად პოზიციონირებს და უფრო გაძლიერდება, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში. და რატომ? იმიტომ რომ ეს არის ფორმატი, სადაც არა მხოლოდ კონცერტები იმართება, არამედ აქ იმართება სემინარები, აქ იმართება გამოფენები, სხვა შეხვედრები, რაც ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის იმიჯისთვის, ასევე ქვეყნის ინტეგრაციისთვის, მსოფლიო რუკაზე, ვთქვათ, და კიდევ კულტურული ინტეგრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სრულად საქართველოს და რეგიონისთვის, რა თქმა უნდა, აჭარის რეგიონი ეს განსაკუთრებული რეგიონი თავისი პოტენციალით და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს რეგიონი და ის ქალაქია, ზოგადად ბათუმი, სადაც უწყვეტად უნდა იყოს ფესტივალები და უნდა მიმდინარეობდეს ასევე ასეთი სახელოვნებო პროცესები უწყვეტად 4-ვე სეზონზე, რასაც რა თქმა უნდა კულტურის სამინისტრო და ტურიზმი და მთლიანად მთელი მთავრობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის მომხრე ვართ და აუცილებელია ეს. ნუ რა თქმა უნდა, ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა რაც შეეხება ფესტივალს, თემატურად როგორც ქართული მუსიკა იქნება, მაგალითად დღეს ანსამბლი ბათუმი გახსნის ფესტივალს, ასევე 6-ში დაასრულებს ქართული ხმები, ჩვენი ლეგენდარული ქართული ხმები და არის მაგალითად იაპონური საღამო ხვალ. აქ მინდა აღნიშნო, რომ მისიები, რომელიც საქართველოში არსებობს, ამ ხნის განმავლობაში მის ყველა მისია იყო ჩართული ფესტივალის ასე ვთქვათ ფესტივალში და მონაწილეობენ არა მხოლოდ ისინი წარმოადგენენ თავის ქვეყანას, მაგალითად იაპონელი პიანისტი, რომელიც ჩამომზადდება და ხვალ შეასრულებს როგორც იაპონური კლასიკურ მუსიკას, ასევე ის შეასრულებს აზარაშვილის მუსიკას, სახელმწიფო მუსიკას, რაც ნიშნავს, ასე ვთქვათ, კულტურული დიპლომატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლენაა და კიდევ აქ მინდა ვთქვა, რომ ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის კულტურული დიპლომატიის განვითარება და ხალხებთან და ერებთან, ასე ვთქვათ, უფრო მეტად კულტურის ხაზით დაახლოება, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. აი ამიტომაც არის ფესტივალი განსაკუთრებული იდეების მატარებელი და არ არის ეს მხოლოდ ფესტივალი, სადაც მარტო მოისმენ არტისტებს და ჩამოსულს და მოწვეულს, არამედ ეს არის უფრო მეტად თემატური ფესტივალი, სადაც გარკვეულ მიმართულებებს აქვს დიდი მნიშვნელობა. მინდა გამოხმაურებაზე კითხოთ საზოგადოების იმ აუდიტორიის, რომელიც მუდმივად მოდის და იღებს განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, როლის ფუნქციას, ის აფასებს, უსმენს, მე-12-ად ტარდება და საზოგადოებას თავისთავად აქვს დამოკიდებულება უკვე ამ ფესტივალთან. რომ მითხრათ, რა არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც მაყურებელი, მსმენელი დადის ამ ფესტივალზე? მე ვფიქრობ ის, რომ ჯერ ესეთი მათთვის უკვე
ასე თქვა ახლო გახდა ეს ფესტივალი, წელს იმართება, მზადება მიდის ყოველთვის მაღალი ინტერესით გამოირჩევა და კიდევ ვით რომ მასტერკლასები, რომელიც ძალიან საინტერესო ფორმატში იმართება ახალგაზრდებისთვის, ესე გაშლილი ასე თქვა ფორმატია, როგორც საფორტეპიანო, ისე ვიოლინებისთვის. ეს არის აი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა გახდა აშერი ახალგაზრდებისთვის. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მუსიკოსი, ახალგაზრდა ხელოვანი ბავშვები, რომლებიც უნდა იღიარონ კლასიკურ მუსიკას და მშვენიერებას, როდესაც აქვთ ესეთი პლატფორმა ბათუმში, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი მათთვის და ეს ახალგაზრდები ამ ახალგაზრდებს თავს კვალი აქვს ბათუმის ფესტივალს დატოვებული. და მთელი რეგიონებიდან მოდიან ბავშვები, საერთოდ ქუთაისიდანაც, თბილისიდანაც, რა თქმა უნდა, ბათუმიდანაც და აქ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ტალანტი აღმოაჩინა, მაგალითად წელს პარიზში გავლენ 3 პატარა ახალგაზრდა პიანისტი, რომელიც პარიზში გამოვა 12 მარტს ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი. ანუ 9 წლის ბავშვი, 10 წლის ბავშვი, როდესაც მოვლენას იზიარებს უკვე და მის ცხოვრების ნაწილი ხდება, ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათი მსოფლმხედველობა და ცნობიერება ხანერე ყალიბდება. აბსოლუტურად გეთანხმებით. გეგმებზეც მინდა გითხოთ ქალბატონო ელისო, ზოგადად თქვენ აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარება, ბათუმს აქვს ეს შესაძლებლობა, რაღაცნაირად გამორჩეულია, იყოს ძალიან საინტერესო კულტურული ვთქვათ ცენტრი, რაღაცნაირად ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, ტურიზმის განვითარებას, შემოქმედებითი თვალსაზრისით თავისი მრავალფეროვნება წარმოაჩინოს. თავისთავად ყველა ეს ინსტრუმენტი იკვეთება იმისკენ, რომ რაღაცნაირად შეიქმნას ერთგვარი საინტერესო პროექტები და გეგმა თქვენთან მიმართებაში, თქვენ განსაზღვრავთ კულტურის პოლიტიკას საჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რა მთავარი, ვთქვათ, აქცენტები შეიძლება დაისვას ამ კუთხით და როგორი იქნება, ვთქვათ, დეკემბერი გამორჩეული ჩვენს ძვირფას ბათუმში და აჭარაში. აი, საინტერესო არის და მისასალმებელი, რომ თალკე სტრუქტურად გამოიყო კულტურის სამინისტრო, სწორედ ამიტომ, რომ უკვე რეგიონში იმდენად ჯერჯერობით არის არაჩვეულებრივი ფოლკლორის საგანძურია ნამდვილი. სადაც არ დახოთ, რომელ მთაში, რომელ სოფელში თქვენ ნახოთ რაღაც არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც სხვა ინსტრუმენტებს უკრავენ, ხალხურზე, მღერიან, ცეკვავენ. ეს არის რაღაც ფეიერვერკი, ასე ვთქვათ, შვამთობიდან თუ დავიწყებთ, რა ვიცი, კიდევ ყველა სოფელში და მაღალმთიან აჭარაში ეს არის განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, სახელოვნებო მუხტი ტრიალებს. ამას რა თქმა უნდა მოვლა, ამას უნდა დახვეწა, ამას უნდა უფრო მეტი მოხმარება, უფრო მეტი ორგანიზება და რა თქმა უნდა ჩვენ კულტურის სამინისტრო, რომელიც ნამდვილად განსაზღვრავს ამ, ასე ვთქვათ, კულტურის განვითარების პოლიტიკას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას მთლიანად, იმიტომ რომ რეგიონი იმდენად მნიშვნელოვანი შეიძლება გადაიქცეს, ეს უკვე ქვეყნის სახით გახდეს და მე რაღაც ფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკვე ასეა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი შეიძლება გაკეთდეს. ამ მიზნით ჩვენ ბევრი რამე გვაქვს დასახული, მაგალითად მთაში კულტურის განვითარება და კიდევ ერთი ახალი ფესტივალი არმისა ბოლომდე ვთქვათ ჯერ საბოლოოდ თქვა ჯერ, იმიტომ რომ ეს არის ჩანასახში და კონტურები არის, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება, რომ კულტურულ ძეგლებზე, მაგალითად კულტურული მნიშვნელობის, ისეთ მნიშვნელობის როგორც არის გონიო, ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ ესეთი სახელმწიფო ფესტივალი, რომელიც იქნება მთლიანად სახელმწიფო დაფინანსებაზე და ეს იქნება გონიოში ჩატარდება ზაფხულში, ალბათ 10 დღის განმავლობაში. ღიად ისკოს გადახურული იქნება, რადგან ბათუმში სულ ხშირად წვიმს და ქარია. ამიტომ რომ შეუშალოს ამ ასპექტებმა ხელი, იქნება ფესტივალი, რომელიც იქნება მართლაც დიდი მასშტაბის. ეს არ იქნება თემატური მხოლოდ, ეს იქნება ფესტივალი, რომელიც იქნება პოპულარული, გახსნილი და დემოკრატიული, სადაც იქნება როგორც ძალიან დიდი არტისტები და ორკესტრები, ისე იქნება და კიდევ მნიშვნელოვანია ალბათ ის ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, რომელიც ჩვენი ემიგრაციის ნაწილია, რომელსაც ძალიან უნდათ დაბრუნება, ვთქვათ, რაღაც თავისი ხელოვნების ჩვენება და არ არის ეს წყვეტა, ასე ვთქვათ, რომ არ იყოს ქვეყანასთან, მათ უნდა გქონდეთ, მე ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანია, რომ მათთვის იყოს გარკვეული კულტურული პლატფორმა და ამიტომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ამ კუთხითაც.
აი ეს გეგმები არსებობს, რომელიც ვფიქრობ, რომ არის მნიშვნელოვანი ხაზები და კიდევ რა თქმა უნდა ბევრი სხვა, რომელსაც თანათანობით როდესაც კიდევ ვისაუბრებთ აუცილებლად მოგიყვებით ამის შესახებ. დიდი მადლობა. დიახ, და მე ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი უკვე მეტყოლებს იმაზე, რომ ამ დეკემბერში მთლიანად თითქმის შევსებულია დარბაზები, დიდი მოთხოვნილებებია დასწრებაზე და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის პირველ რიგში ეს არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებისთვის ეს იქნება სასურველი და სანატრელი საღამოები. დიდი მადლობა ქალბატონელისო, წარმატებები მინდა გისურვოთ და იმეც ვიტოვებ, რომ საომავლო გეგმებს და ზოგადად ბევრ ახალ პროექტზე უკვე საეთერო სტუდიაში გვექნება შესაძლებლობა თქვენი სტუმრობის და აქ საუბრის. დიდი მადლობა. ეს მსმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით ელისო ბოლქვაძე, საჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, ასევე გეტყვით, რომ სწორედ დღეიდან 6 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს პრეზიდენტისა და იუნესკოს ორგანიზაციის პატრონაჟით, ასევე ფონდ ლირას საქველმოქმედო ფესტივალი იმართება და ეს ფესტივალი უკვე მე-12-ად ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის სახელს ატარებს და როგორც უკვე ქალბატონმა ელისომ ისაუბრა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დაახლოებით 4 დღის განმავლობაში დავტყვეთ იმ მრავალფეროვნებით, რომელსაც ეს ღონისძიება გვთავაზობს. თუ მოხვდებით აჭარაში, აუცილებლად გაატარეთ ეს დღეები, რომელიმე მაინც ამ ფესტივალის პარკლებში დამერწმუნეთ ძალიან სასიამოვნო ემოცია დაგეუფლებათ. მადლობა დათმობილი დროისთვის.